სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვას ვას ბრეტი, მამაკაცი და ძალიან საინტერესო კითხვა არის, რომელზეც ჩვენ ადრეც მე მგონი ვისაუბრეთ და გავეცით პასუხი ჯონ მაკარტურის გადაგებებიდან და საუბრებიდან. ეს ეხება ღმერთის ხილვას. გამარჯობათ, მე მქვია ბრეტი და მინდოდა მეკითხა. ბიბლიაში წერია, რომ ვერავინ ვერ დაინახავს ღმერთს ისე, რომ დარჩეს ცოცხალი. ესაია ამბობს, რომ მან იხილა უფალი, ამაღლებული და ტახტზე მჯდომარე. მე მინდოდა მეკითხა, რას ხედავს, როგორი არის მისი ხედვა ღმერთისა? ეს არის სრული ხედვა თუ ნაწილობრივი და ჩვენ ვიცით, რომ ის ცოცხალი დარჩა. ჯონ მაკარტური პასუხობს. დიახ, მე ხვდები ის საფუძველზე სვავთ ამ კითხვას, თქვენ საუბრობთ გამოსვლის წიგნზე 32-33 თავებზე, სადაც მოსე მოუწოდებს და სთხოვს ღმერთს, რომ ახილვინოს თავის თავი და ღმერთი ეუბნება, რომ ვერავინ ვერ დაინახავს მას და დარჩება ცოცხალი და ეს მართალია. რაც ესაია მიხილა ხილვაში, სინამდვილეში ეს არ იყო ღვთის სრული დიდება. თუ თქვენ წაიგითხავთ ამ ტექსტს, ამას დაინახავთ. მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე და უფალი დიდებულ და აღზევებულ ტახტზე მჯდარი და მის სამოსლის კალთები ავსებდა ტაძარს. სერაფიმნი იდგნენ მის ზემოთ, თითოეულს 6 ფრთა ჰქონდა, ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს, ორით დაფრინავდნენ. გაზდახოდნენ ერთმეროს და ამბობდნენ: წმინდა, წმინდა ცაბაოთ უფალი, სავსეა მისი დიდებით მთელი დედამიწა. მე აღარ გავაგრძელებ ეს. უბრალოდ ჯონ მაკარტურმა ერთი მუხლი მოიყვანა, მე სამი რომ გამეხსენებინა თქვენთვის, მე 6 თავი როგორ იწყება. და ჯონ მაკარტური აგზერებს. აქ არის აღწერილი ეს ხილვა, ესაიასი, ღმერთის ხილვა, რომლის დანახვაც მან შეძლო და მაინც დარჩა ცოცხალი. და როგორც არაერთხელ თქვი, ღმერთის ამ ტიპის ხილვა არის რაღაცა სადღაც სიზმარსა და რეალობას შორის. ეს არ არის მხოლოდ სიზმარი და არ არის ასევე სრული რეალობაც. მაგრამ მას აქვს ღმერთზე ეს წარმოდგენა და საოცარი ხედვა. ახლა ერთადერთი რის თქმაც ჩვენ შეგვიძლია გამოსვლის ამ პასაჟთან დაკავშირებით, ხომ, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის ის, რომ მოსემაც ვერ დაინახა ყველაფერი, რაც უნდა დაენახა. და ეს არ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ღმერთი ეუბნება მოსეს, რომ ვერავინ შეძლებდა მის დანახვას და შემდეგ სიცოცხლეს. ამიტომაც არის ღმერთი მას წაიყვას მოსეს, გახსოვთ თუ განაგრძობთ ამის კითხვას და კლდის ნაპრალში მას დააყენებს. გახსოვთ და ეუბნება, შენ დარჩი ამ კლდეში, მე კი ჩამოვატარებ ჩემ დიდებას. ხედავთ? და ეუბნება, რომ მე არ შემიძლია გაჩვენო თლიანად ჩემი სახე, ჩემი დიდება სრულად, მაგრამ მე გამოგიცხადებ შენ ნაწილს. და ებრაულ ტერმინს იყენებს, რომელიც ნიშნავს უკანა ნაწილებს. თუ ქართულში მე მგონი ზურგი არის, ხომ? ზურგს. და მე გამოგიცხადებ და დაგანახებ ჩემს უკანა ნაწილებს. სხვა სიტყვებით ვთქვათ, არსებობს ჩემი ნაწილი, რომლის დანახვა შეგიძლია და მაინც დარჩე ცოცხალი. მაგრამ ჩემი დიდების სისავსე, რომ დაინახო, შენ აუცილებლად ეს გაგანადგურებს. ის სიწმინდე საბედისწერო იქნება და გაგანადგურებს. ასე რომ, რაც მოსემ დაინახა, არ იყო საბედისწერო. ეს არ იყო მისი ღმერთის დიდების მთელი სისავსე. როცა იესო ქრისტე შემოვიდა სამყაროში, მოვიდა თუ არა იგი თავისი სრული დიდებით? არა, რა თქმა უნდა. ის მოვიდა ფარული დიდებით, ნაწილობრივი. ადამიანის ხორცით დაფარული იყო ეს დიდება. და როდესაც ის მეორედ მოვა, ის უკვე მოდის ცეცხლოვანი დიდებით და ხალხი დაიწყებს ყვირილს და ღრიალს, რომ კლდები და მთები დაეცეს მათ, რათა დაემალონ მის მრისხანებას. ასე რომ ეს არის ღმერთის მიერ კონტროლირებადი გამოცხადების საკითხი, რომ ის ნაწილობრივ ანახებს ამ ადამიანებს, რჩეულ ადამიანებს მის პიროვნებას. ბიბლია არის ღმერთის გამოცხადება. ბიბლია არის ღმერთის მიერ გამოცხადებული, ასე არ არის? მაგრამ ესეც არის დაფარული. არამთლიანი, არამედ დაფარული გამოცხადება. თქვენ როცა ქრისტესთან მიხვედით, სულიწმინდა შემოდის თქვენ ცხოვრებაში და ეს არის ღმერთის გამოცხადება. მაგრამ სულიწმინდა რომ მოსულიყო,
უსაზღრო მთელი თავის დიდებაში თქვენ დაიღუპებოდით. ასე რომ ღმერთის მთელი გამოცხადება ადამიანისათვის გარკვეულწილად დაფარულია იმიტომ, რომ ადამიანმა შეძლოს ამასთან გამკლავება. და რასაც ღმერთი ამბობს, თუ დაინახავ ჩემს სახელს და ეს არის სრული მისი გამოხატულება, თუ ვინ არის ის, შენ განადგურდები. გასაგებია? დიახ, მადლობა ჯონ, გასაგებია.